საიდანაც ჩამოვიდნენ. დავიწყოთ? ჰალელუია. უფალმა გაკურთხოთ. ღმერთს მადლობა ძვირფასებო, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთხელ შესაკრებელის და უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება იმისთვის, რომ ნებისმიერ ვითარებაში განვადიდოთ ჩვენი უფალი, რომელიც იყო, არის და მუდამ იქნება დიდების და ქების ღირსი. ამიტომ ყველას გაკურთხებთ. ვაკურთხებ, ვინც ჩვენთან არის, პირდაპირ ჩართვით, იქნება შემდგომ შემოგვიერთება, უფალმა გაკურთხოთ. დღეს, როგორც წინა მსახურებაზე გაუსვი ხაზი, მინდა ვილაპარაკო ძვირფასებო იმაზე, თუ რა გეგმა გააჩნია ღმერთს თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. რადგან ამაზე არის დამოკიდებული ის, თუ რა გეგმა გააჩნია მას ჩვენს ოჯახზე და რომ ვიცოდეთ ჩვენი დანიშნულება. ღმერთმა ყველაფერი საუცხოოდ და სრულყოფილად შექმნა. ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა, ყველაფერზე თქვა ძალიან კარგია და ყველაფრის ბოლოს მან შექმნა ქმნილებათა გვირგვინი, რომელზეც საერთოდ თქვა, რომ ეს არის ყველაზე უკეთესი, რაც მე შემიქმნიაო და რაც შეიძლება შევქმნაო და ეს არის ადამიანი. ამიტომ ჩვენი ცხოვრება უნდა მიყვეს მის გეგმას, რათა უფრო და უფრო სრულყოფილებისაკენ მივდიოდეთ ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს საოცარი ქმნილება შეიძლება არასწორი გზებით, ურჩობით, თავისი დაკავებულობით დეგრადირდეს და ჩამოშორდეს გზას. ღმერთმა ადამიანს მისცა შანსი, რომ ის ყოფილიყო მარადისობაში. მარადისობისთვის შექმნა, მოხდა რაღაცები და მან მოუქცა გზა, რომ ისევ დავბრუნდეთ ამ მარადისობაში. ადამიანმა ედემის ბაღში დაკარგა ეს მარადისობა. ეს არის ჩვენი წარმომადგენელი ძვირფასებო და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დღეს ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რადგან პარალელი არსად არ იცვლება და არ იშლება და არ მთავრდება, ის ისე ურძელდება, რომ ეს ჩვენი გზა არის და ჩვენი ვექტორია. დაუჯერებლობით ჩვენაც შეიძლება დავკარგოთ ის. მე მინდა დღეს ვილაპარაკო იმაზე, რომ ღმერთმა განსაკუთრებით მოგვიხმო და გამოგვარჩია, დაგვადგინა რაღაც საქმესთვის. იესომ თქვა ძვირფასებო, რომ ბევრი არის მოხმობილი და მოწოდებული, მაგრამ არჩეული ცოტა. და ყოველად არ უთქვამს ეს უფალს. ყველას დაუძახა და მე დღეს მინდა ვილაპარაკო სწორედ ამ თემაზე, მოწოდებაზე და არჩევაზე. რომ რა მანძილია, რა დროა, რა დისტანცია შენ მოწოდებასა და არჩევას შორის, იმიტომ რომ ეს ერთდროულად არ ხდება. არის გამონაკლისები უფლის გეგმისამებრ, მაგრამ ძირითადად ყველას გვეძახის უფალი, მაგრამ რა არის საჭირო იმისთვის, რომ აგვირჩიოს. მინდა ძალიან ცნობილი სიუჟეტით, ილუსტრაციით შეგახსენოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენთან არის ესეთი ძალიან სასიამოვნო სიტყვა, საყვარელი სიტყვა, დაპატიჟება. გაგიგონიათ? გადამიპატიჟეს, უნდა დავპატიჟო, ეს კომედია გახსოვთ, ხო, ხვიჩია ოჯახით რო გადაწყვეტ სასიძოს დაპატიჟებას. ჩვენთან ამბობენ დაპაიჯება. ანუ ღმერთმა სწორედ ეს გააკეთა, მოდით ნახოთ, როგორ ეპატიჟება ერს გადასარჩენად კიდობანში.
და აქ სავალდებულო არ არის სად და რაში. იმიტომ რომ მოხმობა ძვირფასებო ნიშნავს გადარჩენას. გესმით? მოხმობა არის ერთგვარი სინონიმი გადარჩენის. თუ მიხმობს, უნდა გადარჩენა. თუ ვეხმაურები გამოხმაურებით მოხმობას, ესე იგი მინდა გადარჩენა. კიდე გადარჩენა. ვის უნდა გადარჩენა? ამენ. იმიტომ გვიხმობს, რომ გადავრჩეთ. ესე იგი, დაღუპვის გზაზე ვართ, არასწორ გზაზე ვართ და გვჭირდება რაღაცის მიტოვება, რომ შევიდეთ გადარჩენაში. არ მოხდება და ვერ მოხდება პარალელურად ეს ყველაფერი. წარღვნას უნდა დაეღუპა ეს ცოდვილი სამყარო მთლიანად და დღევანდელი სამყაროც აღარ იქნება და განადგურდება, ჩემო კარგო. ბიბლია ამბობს არა უკვე წარღვნის წყლით, არამედ ცეცხლით დაიწვება ყველაფერი, რაც ადამიანს ართმევს დროს, ენერგიას, ჯანმრთელობას, სახსრებს, სიცოცხლესაც კი. ალბათ გაგიგონიათ, ხო? რამოდენიმე სანტიმეტრი მიწის გამო ერთმანეთიც კი მოუკლავთ ძალიან ახლობლებს. იმისთვის, რაც ბოლოს მაინც უნდა დაიწყოს და განადგურდეს, იმიტომ რომ ახალი მიწა და ახალი ზეცა იქნება, უფალი ამბობს. აი როგორ ფერხულში ყავს ამ ცხოვრებას, არა მხოლოდ ჩაბმული, დაკავებული და დატყვევებული კაცობრიობა. მან დაპატიჟა ყველა ნოეს მეშვეობით და იცით ხო იქ რა ხდებოდა, დასცინოდნენ, მასხათ იგდებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ, ლანძღავდნენ. ფაქტიურად საბოლოო ჯამში არავინ არ აღმოჩნდა შეიკ. გესმით? და უფალი ყოველდღე გპატიჟებს შენ სწორი საქციელისთვის. უფალი ყოველთვის შენი სინდისის ხმის მეშვეობით გეძახის, რომ მის ერთად დაიწყო დღე, მასთან იყო მთელი დღის განმავლობაში, მისი დახმარებით გაანვლო შენი დრო ყოველდღიური და არ გაფლანგო ის. თუ აირჩევ, რომ გაუგონო ღმერთის მოხმობას და დაძახებას, ესე იგი შედიხარ გადარჩენაში. იმიტომ რომ უფალი მხსნელია და ის გეძახის, რომ გიხსნას. ის არ მოვა და არ გიხსნის შენი ნების და გადაწყვეტილების გარეშე. შენ უნდა უთხრა უფალო, მე მოვედი, მიხსენი. უფალო, მე მოვედი, ვინანიებ, მაპატიე, იმიტომ რომ თუ არ მოვინანიებ, ვერ მაპატიებ. პატიება მოდის მონანიებაზე, ძვირფასებო. სურვილზე არა, გადაწყვეტილებაზე არა. მის აღიარებაზე და მფარველობაში შესვლაზე ღმერთთან, რათა აღარ გაიმეორო იგივე. უფალმა მოგვიხმო, რომ ვიყოთ მასთან, რომ გაგხადოს გამოსადეგი, გამოგვიყენოს რისთვის, რომ მას მოვემსახუროთ, გესმით? ქრისტიანობა მომსახურება მსხვერპლია, ძვირფასებო. რომ მოვემსახუროთ მას და როგორ? მოვემსახუროთ მოყვას. გესმით? მოვემსახურო მოყვას, ეს არის ქრისტიანობა და მოსწავლეობა და მე თუ ამას ვაკეთებ, მომემსახურებიან მეც. ამენ? მოვლესავ, მეც მოვილესები. როდესაც დანას ეხახუნება, ორივე ილესება. გესმით? ამენ? მე გლესავ, შენ მემლესავ. ჩვენ მჭირდებით ერთმანეთს. უთხარი შენს გვერდით ვინც არის, რომ მე ვსაჭიროებ შენში. ამენ? შენ მჭირდები მე. ჰალელუია. მოწოდებული ბევრია, არჩეული ცოტა. მოწოდებული ბევრია,
არჩეული ცოტა. მოდი ერთად ვთქვათ, მოწოდებული ბევრია, არჩეული ცოტა. ანუ მე მოწოდებაში გარანტირებული ვარ, მაგრამ არჩევაში უნდა მივიღო მონაწილეობა. მე მონაწილეობას ვღებულობ, რომ გამოვეხმაურო მოწოდებას, მაგრამ არის ჩემზე დამოკიდებული, თუ როდის ამირჩევს უფალი და როდემდე ვიქნები მის რჩეულებში. აი ამაზე მინდა დღეს ვილაპარაკო, მაკურთხეთ, რომ გადმოგცეთ ძვირფასებო სულიწმინდისგან ის, რაც შეეხება ამ საკითხს. უფალი მოგვეხმაროს ყველას. ღმერთი არ არის მიკერძოებული, ის ყველას უხმობს, აბსოლუტურად. აქ უკვე პასუხისმგებელია შენი თავისუფალი ნება და არჩევანი, რომელიც მოგცა, იმიტომ რომ ის ძალით არაფერს არ გაგაკეთებინებს. შენი გადაწყვეტილებაა თუ ვის მოხმობას გამოეხმაურები, იმიტომ რომ ასევე გპატიჟებს ეშმაკეთს თავისი, ესე ვთქვათ, გაბმული უხილავი ძაფებით, რომელსაც ის იჭერს და რასაც ეწოდება ტრადიცია, ხალხის აზრი, შენი გულის თქმები, ფიქრები, ნდომა, სურვილი, წარმოდგენა, ესმით, რაღაც რელიგიური მიკერძოებები, ბევრია ამ ყველაფერს, ოჯახი ამ ყველაფერს იყენებს ეშმაკი, რათა ამოგირჩიოს რაღაცისთვის. რისთვის იხმობს ძირითადად ეშმაკი ადამიანს? წუთისოფლის სიყვარულისთვის. გესმით? რისთვის გვიხმობს ეშმაკი ძვირფასებო? წუთისოფელთან დამეგობრებისთვის. იესო ამიტომ ლაპარაკობს, რომ ნუ გიყვარს. რამ შემაყვარა, აღარ გიყვარდეს, დანება თავი რამ შეგაყვარა. ნუ მეგობრობ, იმიტომ რომ ღმერთთან მტრობა არის წუთისოფელთან მეგობრობა. გესმით? ის გიხმობს, რათა არ განადიდო და არ იყო იესოს გამდიდებელი. გინდა იესოს გამდიდებელი იყო. ნამდვილი გამდიდებელი იესოს ვის უნდა იყოს? მართლად გამდიდებელი. აი საიდან არის სიტყვა მართლმადიდებელი? რა მნიშვნელობა აქვს, რა გქვია? შენ იესოს გამდიდებელი უნდა იყო. ამენ? ხარ მართლმადიდებელი იესოს. რას ნიშნავს ეს? ვიღაცა ვითომ მადიდებელია. ჰალელუია. მან მოგიხმო, რომ მისი გამდიდებელი იყო. რა განადიდებს იესოს? ვინ განადიდა იესო? სამარიტელის იგავში ძვირფასებო. მსახურმა, თანამდებობის პირმა, ლევიტელმა, თუ უბრალოდ არაფრად მიჩნეულმა. გესმით? ვინ განადიდა იესო? ვინც დაპირდა მას, ხო გახსოვთ იგავია რა? შვილო წახვალ სამუშაოდ ვენახში. კი მამა, და არ წავიდა. მეორემ არ წავალ და მეხსენე. ინანა და წავიდა. გესმით? და ასე შემდეგ, რომ ბევრი არ ჩავყვეთ ამ ყველაფერს. იესო გვიხმობს, რომ აღმოუჩნდეთ მისი ასარჩევი ძვირფასებო, იმიტომ რომ მოხმობაში არ მთავრდება შენი ქრისტიანობა. ჰალელუია. უფალს უნდა, რომ მიატოვო ყველაფერი, აიღო შენი ჯვარი და გაყვე მას. მოუხმო ყველას და ეუბნება. ეს ეტაპი თქვენ გაიარეთ. ეხლა უნდა მიატოვოთ ყველაფერი, უნდა აიღოთ თქვენი ჯვარი და გამოვყვეთ მე, იმიტომ სხვანაირად ვერ აგირჩევს უფალი. გინდა აგირჩიოს უფალმა? გინდა იმ მცირედში აღმოჩნდე? იმიტომ რომ ბევრია მოხმობილი და დაპატიჟებული.
სად მიდიხარ, ო, გადამპატიჟეს, დაპატიჟებული ვარ. რა უნდა ქნა დაპატიჟებული რო ხარ? სადაც პატიჟებენ, უბრალოდ დაპატიჟებული ხარ და ესე ვთქვათ, მოსაწვევი გაქვს. გესმენთ? რაღაცას აკეთებ შესაბამისად ამ მოპატიჟების. ხო მეგრეა? ამენ? უფალს უნდა რომ გადაგარჩინოს და გამოგიყენოს. ღმერთს უნდა აარჩევინო თავი მოწოდების შემდეგ. ძვირფასებო, ყველას ხომ მოუხმო უფალმა. მოუხმო ყველას. ყველას ქონდა თავისუფალი ნება გამოხმაურებულიყო, ხო? მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაცია. რაც მოხდა მას შემდეგ, როდესაც ღმერთმა დაკეტა კიდობნის კარი. თქვი ღმერთმა დაკეტა კიდობნის კარი. ამენ? ის არ დაუკეტია ნოეს. ჰალელუია. კარები ღია და ღმერთი დღეს ყველას უხმობს რომ მოვიდეს ტაძარში, ეკლესიაში, მის სხეულში. გესმენთ? მაგრამ კარგი უფალმა გახსნას მათი ყური და გამოეხმაურონ ამ დაპატიჟებას. შენ დაპატიჟებული რო ხარ და ხარ აქ. რასაკეთებ? იმიტომ რომ იცით, დაიხურებენ ჩვენი ერთ დღეს კარები. არა და ყველა იყო დაპატიჟებული. ვერავინ ვერ იტყვის და იქაც ვერავინ ვერ თქვა და არ თქვა. რომ მე არ ვიყავი დაპატიჟებული და რატო ვიხრჩობი კაცო. არავის არ ათქვევინებს ღმერთი ამას. გესმენთ? რისთვის დამიძახა უფალმა. იცი, შეიძლება მათ შორის არც ერთი, ანუ ბევრი არ იყო ათეისტი და არ ამბობდა რომ არ მწამს ღმერთი დამანებით თავი. უნდათ რით იყო დაკავებული ის ხალხი ესო მოგცა პასუხი. ჭამდნენ, სვამდნენ, იზოლებული ვართ, უნდა ვაკეთოთ ეს, მაგრამ აქ სხვა რამეზეა მითითება. ქორწინდებოდნენ, იმოსებოდნენ, თემოს ზაკას აძლევდნენ, შეკვეთებს და ელოდებოდნენ. აშენებდნენ, რგავდნენ, თამაშობდნენ, გესმენთ, ერთობოდნენ და როგორც მაშინ იყო ნოესა და ლოტის დღეებში, ისე იქნებაო ბოლოს. და რისთვის ეს ყველაფერი, რომ მოგყვაროს ვირფასებო, საშუალება რომ აგვირჩიოს ღმერთმა. გესმენთ? მაგრამ მოწოდებულნი ვართ ისინიც პარალელურ რეჟიმში იყვნენ და დღეს ხალხი კი არ უარყოფს უფალს. უბრალოდ პარალელურ რეჟიმშია. ვიღაც რაღაცით არის დაკავებული დღეს. შეიძლება მიზეზებით. გესმენთ? და არ აქცევს ადამიანი ყურადღებას თუ რისთვის იქნა ის დაძახებული. კი დააგირჩიოს უფალმა. რა უნდა გააკეთო ამისთვის? შენს თავაზობ უფალს პირობებს როგორ აგირჩიოს. თუ მის შემოთავაზებულს უნდა უთხრა დიახ, ვარ თანახმა. სამსახურში რომ მიდიხარ და გინდა მიგიღო, შენ პირობებს თავაზობ, თუ მათ შემოთავაზებულს ითვალისწინებ რომ მიგიღო. დღეს ესეა ქრისტიანთა ნაწილი. ღმერთს თავის პირობებს თავაზობს თუ როგორ გადაარჩინოს ღმერთმა. არჩევანი ძვირფასებო იცით რას ნიშნავს? ერთადერთი კი არ არის. არის ერთზე მეტი, მინიმუმ ორი და მეტი და მათ შორის ირჩევ. აი ეს არის არჩევანი. და იქ არის კრიტერიუმები, რის გამო ირჩევ. ამენ? ირჩევ როგორ? რაღაცით შენს გემოვნებას აკმაყოფილებს, მოგწონს, ქსიამოვნებს, ნახე საერთო ენა.
ერთი მუხლი არის, რომელიც ძალიან მიყვარს. მოდით ნახოთ. მრავალი ასული მოქცეულა სანაკებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე. გესმენთ? ბევრია ადამიანისთვის, ვინც შეიძლება მაგალითად ცოლად შეერთოს, ან ბევრია ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება გაყვეს, მაგრამ არჩევანი უნდა გააკეთო, ხო? არავინ არ ირჩევს ცუდს. ამენ? თუ გოგონას გათხოვება უნდა, ის არ ეძებს, რომ იპოვოს ყველაზე გადაკარგული ნარკომანი, ლოთი, მოჩხუბარი. არის ხო კრიტერიუმები, რის გამოირჩევ. ეს ამ მუხლს ვირფასებო. ნანას ბიბლიაში მისი სახელი დაუწერე, რომ ბევრი ასული იყო მაგარი, მაგრამ ნანა შენ ყველას გადააჭარბე. გესმენთ? ამენ? ხომ არ შეიძლება 2, 3, 10 ცოლი გყავდეს, კაცო. ამენ? ღმერთს მადლობა, რომ არ შეიძლება. ჰალელუია. ამენ. რით გადააჭარბა მან ყველა დანარჩენს? გებულობთ? შენ როდესაც აკეთებ არჩევანს, აი ამიტომ არის, რომ ჯერ უნდა იყოს სულიერი ურთიერთობა, შემდეგ უნდა იყოს შვინვიერი და მერე უკვე იწყება სიახლოვე, რომ იყოს ღმერთის მიერ კურთხეული ოჯახი. გესმენთ? არჩევანი ნიშნავს ბევრია, მაგრამ მე ავირჩიე, იმიტომ რომ აკმაყოფილებს ჩემს რაღაც მოთხოვნილობებს და ღმერთის სწორედ ასე იქცევა ზეპასება მოგვიხმო და ის გვაკვირდება თუ როგორ ვიქცევით არა მხოლოდ აქ. როგორ ვეპყრობით მის სიტყვას, როგორ ვასრულებთ და რამდენად ნებისმიერს და არა იმას, რომელიც გვაწყობს და ასე შემდეგ. ამენ. ღმერთის მადლი გვეხმარება ამ ყველაფერში. ჰალელუია. ღმერთი ირჩევს, ვინც უჯერებს მას. გესმენთ? როგორ ადირჩევს ღმერთი თუ არ უჯერებ? ღმერთი იმათ კი არ ირჩევს, ვინც პირობას დებს, რომ დაგიჯერებ უფალო. რამდენჯერ უთხრეს ღმერთს სასწაულების მერე ეგვიპტიდან გამოსულებმა, ყველაფერს რასაც გვიბრძანებთ, შევასრულებთ. მოსე. გესმენთ? რასაც შენ ღმერთი ჩვენთვის გიბრძანებს და შენ გვიბრძანებ. იმიტომ ჩვენთვის როგორც ღმერთი ხარო ეს ეუბნებოდნენ. ყველაფერს აღვასრულებთ. და ღმერთი უყურებდა, არა დაპირებას, არამედ ვინც ასრულებდა. იყავითო შემსრულებელი სიტყვის და არა მომსვლელი მხოლოდ თავის მოსატყუებლად. ამენ ზვირფასებო. ამენ. ამიტომ ღმერთს უნდა თუ დამიძახა, ესე იგი არჩევა უნდა. ესე კი არა, აღარ მოუნდა ღმერთს, არა. ამიტომ რაღაც უნდა შევცვალო ჩემ ცხოვრებაში, რომ ამირჩიოს. ამენ. თუ ჩემი გადაწყვეტილებებით არ ამირჩია, მაშინ უნდა შევიცვალო, რომ ავარჩევინო თავი. ჰალელუია. ამენ. მაშინ უნდა მივიღო სწორი გადაწყვეტილება. მაშინ უნდა გავიგო თუ რაში არის საქმე. იმიტომ რომ თუ არ უჯერებ მის სიტყვას, უჯერებ შენს ხორცს, უჯერებ შენს გრძნობებს, უჯერებ შენს ფიქრებს, უჯერებ შენს ცოდნას, უჯერებ შენს ნდომას, ნებას და სურვილებს. უჯერებ ხალხის აზრს, უჯერებ ტრადიციას, შენს ხასიათს. მე როგორ გამიბედე, იცი მე ვინა ვარ, მე ყველაფერში თუ მეა, აი ეს ღუპავს საშუალებას, რომ აგირჩიოს ღმერთმა. ჰალელუია. რამ დაღუპა კაინი ძვირფასები? ესავი რამ დაღუპა? ღმერთი არ წამდათ? ღმერთი არ უყვარდათ? ღმერთი არ გაეგონათ არაფერი?
სამსონი რამ დაღუპა? საულ მეფე რამ დაღუპა? გეხაზი, იუდა და დიდია ჩამონათვალი. აი მოდი გავიხსენოთ ახლა და ვნახოთ, ჩვენც ხო არ გვიტევს ეს თვისებები. შური, ურჩობა, ორგულობა, ეგოიზმი, თავდაჯერებულობა, სიცრუე, მამონა, გესმენთ? უხასიათობა, უნდობლობა, ეჭვი და მერყეობა, წყენა, უპატიებლობა, ბუზღუნი და წუწუნი. როგორ აგირჩიოს ღმერთმა ამ თვისებებით? შენ ესეთი თვისებებით აირჩევდი შენთვის ვინმეს? მის ღმრის გარეშე მოწოდება არის წარუმატებელი. იცი, გინდა რომ მოგიწოდოს და აგირჩიოს უფალმა, მაგრამ ვერ ტოვებ კომფორტს. შეუძლებელია იყო არჩეული მოწოდების მერე და ასევე გააგრძელო ყოფნა კომფორტში. იესომ რა თქვა ძვირფასებო? მე მდევნიდნენ და თქვენც განიდევნებით. იესომ რა თქვა? თუ დადიოდი ფართო გზაზე, ის ცეცხლში მთავრდება ჩაუქრომელ, გოგირდის. უნდა გადახვიდე ვიწრო და არაკომფორტულ გზაზე, რომელიც მთავრდება მარადისობაში. რა გინდა? თუ ფართო კარებში შედიოდი ჭიშკარში, ის მთავრდება ცეცხლში. პატარა მოუხერხებელ ჭიშკარში უნდა დაიწყო ძრომა, რომელიც სამეფოში მთავრდება ღმერთის. ამიტომ შენ წყვეთ, ვინ აგირჩიოს? ღმერთმა თუ სხვა რაღაცებმა და ვიღაცებმა? მოდით ნახოთ, ილუსტრაცია გვაქვს. უпростоრად ჩარლზ სპერჯენი ამბობს, ნუ ფიქრობთ რომ ხართ არჩეული, თუ არ ხართო წმინდა. უფალი გვეუბნება იყავი წმინდა როგორც ვარ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იხილავო უფალს, ღმერთს. როგორ ვიყო წმინდა? რას ნიშნავს წმინდად ყოფნა ძვირფასებო? სხვადასხვა პატარა იუმორით ახლა. მე ვეუბნებოდი სულ, როდესაც დასაწყისში იყო რაღაც გასარკვევი, შინაურებს, რომ წმინდანი ვარ მეთქი. გესმენთ? და უკვირდათ, როგორ ბედავ ეს მკრეხელობა. არა მეთქი უთხარი, აი, სფეროები, რომელსაც დატყვევებული ვყავდი და დამონებული, გამათავისუფლა უფალმა და მე აღარა ვარ ცოდვილი მასში, განვიწმინდე. მაგალითად, მე წმინდარი ვარ, აღარ ვეწევი. ამენ? წმინდანი ვარ, აღარ სვა. ჰალელუია. წმინდანი ვარ, აღარ ვბილდ სიტყვაობ. წმინდანი ვარ, აღარ ვღალატობ და მრუშობ. წმინდანი ვარ, არ ვცრუობ. რა არის სიცრუე? როცა სიმართლე იცი და არ ამბობ, ესეც სიცრუეა. არა მხოლოდ ის, რომ პირდაპირ მოვატყუო კაცი. არ ვიპარავ, წმინდანი ვარ. და კიდე, იცით რა უთხარი? წმინდანი ვარ, იმიტომ რომ, როდესაც მე მხედავთ პირჯვარს იწერთ მეთქი და პირჯვარს სიწმინდეების წინაშე იწერენ. ამენ. ეს სექტანტი და პირჯვარს იწერდნენ. არ მიკვირს ეს. პავლე მოციქულს ეუბნებოდა რომ სექტანტი ხარ. იესოს ეუბნებოდა რომ სექტანტი ხარ. ამიტომ თუ შენს წინაშე იმის გამო რომ უფალს გაყევი პირჯვარს იწერენ, ესე იგი მიახლოვებული ხარ სიწმინდესთან.
ამენ. თქვი ქება ჩვენს ღმერთს. როდის ვაღწევ სიწმინდეს, როცა ვიმარჯვებ ამა თუ იმ სფეროში. უფალმა თქვა, იყავი წმინდა, ამენ. უფალმა მითხრა, რომ წმინდა უნდა ვიყო. უფალი გეუბნება, რომ წმინდა უნდა იყო. რატომ? რომ აგირჩიოს. ამენ. ცოდვილს არ ირჩევს უფალი. წმინდას ირჩევს. განიწმინდა, დაამარცხე და გაიმარჯვე იმ სფეროებში, რომელშიც ცოდვილი ხარ. და ნელ-ნელა ეტაპობრივად მიგიყვანს უფალი სრულყოფილებამდე. ამენ. მოდით ნახოთ ძვირფასებო შემდეგი მოსაზრება დერეკ პრინციპს არის. ის ფაქტი, რომ ხარ წარმატებული შენს მოხმობაში არ გაძლევს საფუძველს, რომ დაეყრდნო, რომ იქნები ასევე წარმატებული, როდესაც გამოხვალ ამ ჩარჩოებიდან. ყოველ ადამიანს ღმერთის გააჩნია სფერო, რომელიც მას აქვს უფლისგან მიცემული და ბრძენია ის, ვინც ამ საზღვრებში რჩება. ამენ. ბრძენია ის, ვინც რჩება მოხმობის საზღვრებში, ვიდრე არ აარჩევინებს თავს უფალს. საოცარი ფორმულირებაა. არა მირჩიეს, მოდი გამოვალ. ალბათ არ არის ის ეკლესია, სადაც ჩემი ადგილია, წავალ იქნებ, სხვაგან მოვსინჯავ ჩემს ბედს. არა ძვირფასო. ერთგულება უმნიშვნელოვანესია და მორჩილება, რომ უფალმა აგირჩიოს. ამენ. არ უღალატო ერთგულებას. არ უღალატო. იცი, ზოგი ისე ეჩვევა ღალატს, რომ ღალატსაც ღალატობს. ოდია იოსელიანს აქვს ნათქვამი ძალიან კარგად. იქნებიან მოღალატეები. მათ არასოდეს არ აერჩევს უფალი, შენ არ იყო. დაანებე თავი, უფალმა უშველოს. ამენ. ის შეიძლება მაგალითი იყოს ჩვენთვის. ჰალელუია, იმიტომ რომ იმდენად ეჩვევა ადამიანი ღალატს, რომ იმ ღალატსაც ღალატობს. შენ ერთგულებას უერთგულე. ამენ. თქვი მე უერთგულებ ერთგულებას. იდება უფალს. ნუ ფიქრობ, რომ ამ სიწმინდის გარეშე აგირჩევს უფალი. შენი ყოველი დღე უნდა იყოს სიწმინდისკენ მიმართული. ის უნდა ესწრაფოს ამას. ამენ. ძვირფასებო, მოდი გავიხსენოთ ა ブラ ამი. დაუძახა და დაპატიჟა ღმერთმა ა ブラ ამი. მოუხმო ა ブラ ამს ღმერთმა. ალო. მითხარით. ხმას ადაგავთ. წმინდებო. გაიწმინდა თქვენი ხმა? ღმერთმა მოუხმო ა ブラ ამს. მაგრამ როდის აირჩია? როდესაც სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწია. ამენ. როდესაც მოუხმო, ეგრევე კი არ აირჩია. გამოცდის ჩაბარება მოუწია და მის მერე თქვა, მოუხმო ა ブラ ამს და როდესაც ჩაბარა გამოცდა, გახდა ა ブラ ამი. ამენ. მომიხმო ღმერთმა. ამენ. ვამბობ, რომ ქრისტიანი ვარ, მაგრამ მოწაფე რო გავხდები. და ღმერთი იტყვის, რომ ბევრია ქრისტიანი დღეს, მაგრამ რომ იტყვის, რომ მოწაფე ხარ, უკვე გირჩევს. გასმეთ? ხარ მოწაფე. ჰალელუია. იმიტომ რომ მოიმოწაფეთო ხალხი ესო თქვა. ჰალელუია. სერიოზული გამოცდების წინაშე რო დგეხარ, მადლიერი იყავი. იმიტომ ღმერთი სხვას უმტკიცებს, რომ შენ ღირსი ხარ არჩევის. ამენ. შენ არ გჭირდება, შეიძლება გიყვარს ძალიან, მაგრამ სხვას სჭირდება. იმიტომ რომ ის მიკერძეებული არ არის. ჰალელუია. რომ აჩვენოს ყველას და დაინახოს ეშმაკმაც, ყველა დემონმა, რომ შენ
ღირსი ხარ არჩევის. რომ ვერ თქვა შენზე ვერავინ, რომ ის რატო აირჩიე. რატომ უნდა ისწრაფოდეს ის მინდისკენ. ღმერთმა მოუხმო მოსეს. ამენ. და იმ წამსვე თავში აუვარდა მოსეს. მე ვარ მხსნელი ჩემი ერის. ცუდი არ არის არა ამაში არაფერი. დაინახა რომ ავიწროებდა მის ერს. ეგვიპტელი მივიდა და მოკლა. ეგონა რომ მედალს ჩამომკიდებენ, გმირი ვარ. გესმეთ? ძალიან ბევრი დღეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანი შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ თავისი ენით კლავს მოყვას. წავიდა 40 წელი გავიდა, რაც იყო უდაბნოში. გესმეთ? მერე კიდე 40 წელი გავიდა და ეს 80-ია და მერე აირჩია. სანამ არ მიხვდა მოსე რომ მე კი არა, ღმერთია ყველაფერი. გესმით ძვირფასებო? რა მნიშვნელობა აქვს? ღმერთი იქ რაღაც გამონაკლისებს არ გააკეთებს. შენ უნდა მოიქცე ისე, რომ აგირჩიოს უფალმა. ჰალელუია. მოდით ნახოთ ფსალმუნის 106 თავის 23 მუხლი. ამიტომ თქვა, რომ განადგურებდა მათ, მაგრამ მოსე, მისი რჩეული რომ ჩავდგარიყო ნაპრალში მის წინაშე, რათა გაეწყინებინა მისი გამანადგურებელი რისხვა. ღმერთი ანადგურებდა ერს, მაგრამ მოსე, რომელი მოსე ძვირფასებო? მოხმობილი და დაპატიჟებული, თუ არჩეული მოსე? გესმეთ? ღმერთი იყენებს არჩეულს და არა მოწოდებულს. ჰალელუია! მოსე, მისი რჩეული, ბევრისგან აირჩია. გახსოვთ ხო აარონმა და მირიამმა უთხრეს, ბიჭო, ჩვენს გვისმენს ღმერთი, იქ სხვა წინასწარმეტყველიც იყო. რაღაც შენ მარტო, ცოდვები გაუხსენეს. ესე იციან კინკლაობის დროს ქრისტიანებმა. შენ წარმართი ცოლი ყავს. რაგაია? და ეს მისი დაძმა მოსე და ისა აარონი და მირიამე. ხომ გაიუთხარი? მასე, ჰალელუია. ღმერთი ზოგჯერ რაღაც სისუსტეს ტოვებს ადამიანში. რომ სხვისთვის ის ხავსი იყოს, რასაც მოეჭიდება, რომ გიკბინოს. შენ არ უნდა იყო ყურადღებით მისკენ. ამენ. ნუ ეძებ ნაკლს ადამიანში. ღმერთი დაინახე მასში. ჰალელუია. ქება უფალს და მოსე რომ არა, იცი, არჩეულმა მოსემ მოკლა და ხორციელად წამებში გადაჭრა პრობლემა. მაგრამ არჩეულმა დაიწყო ნაპრალში დგომა. მე ამომშალე თუ არ იხსნი მათ, მე ვღებულობ პასუხისგებლობას. გებულობ ძვირფასებო განსხვავებას. რატომ აირჩია? მიაღწია მოსეს შინაგანში ღმერთმა იმ კონდიციას, რომ ის ამას გააკეთებდა. სხვის გამო. ამენ. და შეიძლება მის ცხოვრებას 80 წელი დაჭირდა. შენ შეგიძლია ნაკლებში. ღმერთმა მოუხმო დავითს, მაგრამ როდის აირჩია? მეფე იყო დავითი, ცხებული. და ისე კი არ ეპყრობოდნენ როგორც მეფეს, როგორც რაღაც ნაწილაკს, ძაღლს. ამიტომ ღმერთი ამოწმებდა. გესმეთ? და ხალხი უყურებდა, დავითი მეფე. თუ გადის ესეთ პრობლემებში, მე ვინა ვარ? იცი, სხვისი ნიმუშისთვის, შენი ცხოვრება მაგალითი უნდა იყოს სხვისთვის. ამენ? იმ სიმღერაში როა შენ საქართველო ვიყურებს ახლა. გააგრძელე
მთელი ზეცა გიყურებს. ამენ. როგორც წინა მსახურებაზე ვთქვით, შენი კეთილი საქმეები დაადუმე ბოროტნი და ვინც ცუდად გეპყრობა. ამენ. ჰალელუია. ის აბარებდა გამოცდას დევნებში, შეურაცხყოფაში. აუწიოკეს ყველაფერი. მოკლა უნდა და დავითის გახსოვთ ხო ციკლაგის ისტორია. და ღმერთმა მაინც გამოიყვანა მდგომარეობიდან. ამიტომ თქვა მასზე, ის სხვანაირიაო. როგორც ხორცი უძლურია და ადვილად შეიძლება შესწოდოს. მაგრამ სხვანაირი გული აქვს. გესმენთ? ხორცი არ დაამყარო იმედი. ვერ ჩააბარებს ვერასოდეს ხორცი გამოცდას. ხორცის ადგილი ჯვარია. ყოველდღე იქ უნდა აცვა და მოკლა. ამენ. ვიდრე შენი სული არ დაეჭერ შენს ენას, იმედი არ დაამყარო ენაზე. ამიტომ მას ვინმე ვერ აჩერებს. ამენ. ვინმეს ვერ გაუჩერებია ენა. გინდა გააჩერო ენა. როცა საჭიროა. სულს შეუძლია ეს. თუ იქნები მომსმენი ღმერთის. ჰალელუია. ჰალელუია. როდესაც ამტანი გახდა დავითი, მერე უკვე დაიწყო სასწაულები მის ცხოვრებაში. ღმერთმა ელისეს მოუხმო. რამდენი წინასწარმეტყველი იყო ძვირფასებო, გახსოვთ ხო? ჯერ ელიას დროინდელი კიდე, იქ 400-ო, იქ 200-ო, მერე კიდე რამოდენიმე რო ეძებდნენ. და ამ ყველაში მხოლოდ ელისი აირჩია. მსხვერპლიანი იყო. გესმით? ერთგული იყო, მიძღვნილი იყო. მიატოვა ყველაფერი და გაყვა. ანუ პრიორიტეტი უფალს მიანიჭა. რას ნიშნავს მიატოვე და გამომყევი? პირველობას ღმერთს ანიჭებ. არის იესო შენთვის პირველ ადგილზე, მაშინ ყველაფერს ტოვებ. თუ ვერა, მარტო სიტყვებია ეს. არის და გინდა იესო იყოს შენ ცხოვრებაში პირველი. მაშინ რაზეა? აი ყოყმანიც არ არის საჭირო რომ მიატოვო. ამიტომ თუ ჩემს გამო ვინმე მიატოვებს იესო გვეუბნება. არა მხოლოდ იქ, აქ ამ საუკუნეში მიიღებს ყველაფერს ბევრს. ცოლის გარდა. ცოლი ისევ ერთი. ჰალელუია. ამენ. ყველა ბევრი, ასობით, ათასობით. Only one wife. დილება უფალს. ღმერთმა მოუხმო იოსებს ძვირფასებო. და რა უთხრა? იოსებ, მე შენ მინდა მოგიხმო ეხლა. და მოემზადე, ორმოში უნდა ეგდო, სიცივეში, სიბინძურეში, ვირთხებში, მერე ციხეში უნდა იყო. ეს უთხრა? ღმერთი რო გპატიჟებს, შენ არ წახვალ რო დაგპატიჟონ, თუ არ იცი იქ რა არის გამზადებული. გესმენს? ძალიან გაინტერესებს იქა ვინ შეახვევს ხინკალს. ტოლმას ვინ გააკეთებს, იმიტომ იმან არ იცის და ამან იცის. გესმენს? აი კარგად ვინც აკეთებს, იქა წავა. და ღმერთი არავის არ ეუბნება წინასწარ. სათპატიჟებს. არ გვეუბნება. ღმერთს არ უთქვამს ჩემთვის, რომ მე მინდა წახვიდე ქობულეთში ეკლესიაში და იქ რა დაგხვდება ეს არ უთქვამს. ამენ. ამიტომ რომ იცის ღმერთმა რომ არავინ არ დათანხმდება. ყველას უნდა სიმშვიდე, სინაზე, კომფორტი, პატივი. გესმენთ? არავის არ უნდა შეურაცხყოფა, დამცირება. იოსებ, მე გირჩევ შენ განსხვავებული იქნები. განებივრება დაიწყო მამამისმა და ალბათ
ალბათ სრულდება ღმერთის ნება. და არ უთქვამს, რომ იქ დაგაბრალებენ, ციხეში იქნები, საშინელებაში. გესმის, არა, ეს არ აინტერესებს არავის. პირდაპირ უნდა გახაზირებულ სკამზე დაждდეს მეთაურის. ახლოს ვართ ამ საკითხთან? უახლოვდებით? რისთვის დამპატიჟა უფალმა მე? როგორ მეხმარება ამის სწორად გაგება ემაში, რომ რას ნიშნავს მიტოვება ყველაფრის? რატო ჩავარდა, მოდი კიდევ ვნახოთ ეს წყალში ის მოხმობილი ხალხი, რატო აღმოჩნდა იმაში? რა მინდა ბიჭო ამდენ ცხოველთან კიდობანში? კონდიციონერი არ არის. ისინი ტუალეტში არ დაიწყებენ სივრცეს, პირდაპირ იქ მოისაქმებენ. აი ამ არასასიამოვნო აირით გავიგუდები. რად მინდა? გესმით? ვინ გებულობს რაზე ვლაპარაკობ? მაგრამ უფლის პრინციპია ძვირფასებო. გინდა იყო ფარაონის მოადგილე, იმპერატორის, უდიდესი იმპერიის მმართველი, ყველა შენ გეკითხებოდეს შუას. მაშინ რაღაცები უნდა გაიარო. ამიტომ იქ ვერ გაძლებ და ჩამოვარდები ჯობს. აქ ისწავლო მოთმინება, თავმდაბლობა, უბრალოება, მიტევება, სიმშვიდე, მადლიერება. იქ დაიღუპები და დაღუპავ ყველას, რადგანაც უფალი მირჩევს, უფალი გირჩევს, რომ ხალხის მსახური გახდე და არა ბატონი. ამენ. შენ გინდა ბატონი იყო, მაგრამ ღმერთს უნდა რომ მოსამსახური, ამიტომ თქვა იესო, ვისაც დიდობა უნდა დაპატარავდეს, ვინც თავს აიმაღლებს, დავარდება და დამცირდება. ჰალელუია. აი პრინციპი მეგობრებო უმნიშვნელოვანესი. ჰალელუია. ღმერთმა მოუხმო იესუას. არ შორდებოდა მოსეს. ისეთი ერთგული იყო. დღეს მსახურო უნდათ იყვნენ მსახური, მაგრამ ტელეფონს არ შორდებია. კომფორტს არ შორდებია. მოხმობას ელოდებიან, რომ დაპატეჟო ეკლესიაში მოდი მსახურებაა დღეს. გესმით? წყალს უსხამდა ხელზე. ჰალელუია. და კარებს არ შორდებოდა. ეხლა მუსლიმანების დღესასწაულია დაწყებული. აბდეს აღებინებდა მოსეს. გესმით? ეს მნიშვნელოვანი მომენტია მაგდა. დაბანით ცოდვებს ირეცხა. ამიტომ თქვა უფალმა, რომ ტყუილა არ ჩაღვიდე წყალში, თუ არ უნდა მოოკლა შენი ხორცი. ისევ თუ კაპრიზებით ხარ, ტყუილა ხარ გამბანელი. გესმით? აი აქედან არის მათში ეს აბდესის აღება და გასუფთავება წყლით. ერთგვარი რიტუალი იყო ძვირფასებო. ღმერთმა დანიელი აერჩია ლომების მერე. ის სამი ძმაკაცი ცეცხლის ქურის მერე. გესმით? ყველა ლაპარაკობს. არავინ არ ილაპარაკებს იმაზე, ვინც ცუდად იქცეოდა. ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ აუ, რა გააკეთეს. ამიტომ არიან ისინი ძვირფასნო, არჩეული. იერემია დედის მუცლიდან აერჩია ღმერთმა. ვიდრე გამოგსახავდიო. ამენ. იმიტომ ღმერთი გაკვირდება. და იცით ადამიანები ირჩევენ რაღაც ცოტა ზედაფენებში, მაგრამ ღმერთი გარიყულს, განდეგილს,
ჩამოწერილსაც ეძებს არაფერს და არავის. მან სავლესაც მოუწოდა. მოდით ნახოთ გალატელების პირველ თავში. ხოლო როცა კეთილი ნება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდად და მომიწოდა, რომელმაც გამომარჩია და მომიწოდა თავისი მადლით. ღმერთის კეთილი ნება. ღმერთის კეთილი ნება. შენი დაპატიჟება და შენი არჩევა. ამენ? და მისი მადლია ამაში. საქმეების 13-ის მეორე. უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმინდამ, გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოუწოდე. ძვირფასებო, ძალიან ბევრს გონია, რომ მსახურს ადამიანი ირჩევს. სულიწმინდა ირჩევს. ამიტომ სულიწმინდა დღეს ღმერთის წარმომადგენელი მესამე ეპოსტაზი ღმერთის სულიწმინდა ირჩევს. ამენ? ვინ როგორ იქცევა, არა მხოლოდ აქ, სახლში, გარეთ, სამუშაოზე. ამენ? სამზარეულოში, აბაზანაში, ზალაში, საძინებელში, ბაღბოსტანში, ურთიერთობებში, თავისუფალ დროს, როგორ ეპყრობი, სულიწმინდა ხედავს. ამენ? და ჩიტები. ჰალელუია. გემაუფალს სულიწმინდა უთხრა გამომიყავით. ღმერთი რო იყო მიწაზე, ცოდვით დაცემამდე ღმერთი ღებულობდა ამ გადაწყვეტილებას, იესო რო იყო, იესო ღებულობდა, ეხლა სულიწმინდა აქ. სულიწმინდა ნიშნავს ადამიანს. ამენ? მე არა. სულიწმინდა დანიშნა იესოს შემდეგ, მისი აღდგომის შემდეგ და ზეცად ამაღლების ხალხი დღემდე და ამას გააგრძელებს, ვიდრე სულიწმინდა არ იქნება დაბრუნებული მამასთან. ნახეთ, გამომიყავით და მოუწოდე. ძვირფასებო, ცოტათი გრამატიკას რო გადავხედოთ, აქ დროა მითითებული. გამომიყავით არის ახლანდელი დრო. ესმენთ? ამენ? მაგრამ ავირჩიო წარსული დრო არის. უпроსტოდ მოწოდებული. შენ ყავხარ არჩეული. და იცი გასული ხარ უკვე. აი სპორტსმენი ემზადება და როდესაც უკვე იწყება შეჯიბრება, იქ უკვე ყველაფერი უნდა ჩაბარდეს, მის დროში ჩაეტიოს. შენში აი ეს მრიცხველი ჩართულია ეს დრო. გესმის? და გაგვირდება ღმერთი როგორ იქცევი? რთულ სიტუაციებში ჩაგაგდებს, შეურაცხყოფებში გაგატარებს. რამდენად მოითმე, აპატიებ, მაინც სიმშვიდეში დარჩები, უფალს არ მოშორდები და სერიოზულად არ ვეცე, გამოეკმაჭები. ამენ? ეს ყველაფერი რო გაგეკეთებინა, პრობლემები ხო აღარ გიქნებოდა. რო გქონდა მაშინ. გამოდი ახლა მისგან. ასე ამბობს იესო, გამოდი მათგან და ისევ კი არ წადიო. ან მერე კიდე ჩავარდიო. დაბანელი ღორი რომ ისევ ტალახში მიდის, დაბანე წავიდა და გამოეყავდი. ამენ? ტალახთან რა გინდა კაცო? რომ იცი პოტიფარი არ არის სახლში და მარტო მისი ცოლია, რომელიც სულ თვალს გიკრავს და გეკაჩება. მოდიო ჩემთან. რა გინდა იმ სახლში? ხომ იცი? რომ დაინახა დავითმა სილუეტი, ხომ მიხვდა რომ ის არ იყო კატის? ანდა თვარის ანარეკლი, ხომ მიხვდა ისი იყო? რატო არ გამოიქცა? და რატო აღმოჩნდა სილუეტი მეფის წინაშე? ვინ გაუბედა? მეტრო მეფე ომში უნდა ყოფილიყო. გესმეთ? მსახურებაზე რო არ იქნები მსახურების დროს, აბა რას დაინახავ იქ? წამოვგორდები და პირდაპირ ეთერს ჩავრთავ. არა, პირდაპირ ეთერისთვის არა, აქ მოსასვლელად მომიწოდა შეღმერთმა.
აქ გამოწმებს როგორი ერთგული იქნები. ამენ? ამენ. მეაქცია ამას ყურადღება. ჩემს მოწოდებასა და არჩევას შორის არის განსაზღვრული მანძილი და დრო. ამიტომ ეს ღირსება და პრივილეგიაა ძვირფასებო. ღმერთმა რო აგირჩიო, შენ უნდა ნაყოფებით დახმძლული აჩვენო ყველას თავი, სულის ნაყოფით. მოდით ნახოთ ეფესელთა მე-4 თავი. გემუდარებით მე პატიმარი უფალში მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს. აი, ციხიდან ძირითადად რა სიწერებიან ძვირფასებო? რაღაც გამომიგზავნეთ კაცო, მშიერი კვდები, ხო? ნიკა რო ციხეში იყო, წიგნი მომიტანეთო, გონება ბრძოლის ველი. გადარია პატიმრები იქ. ჰალელუია. გესმის? პავლე ციხიდან იწერება, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იმისი ღირსი იყო, თუ რატომ მოგიწოდა უფალმა, თავდაბლობით, თვინიერებით, სულგზელებით, სიყვარულით, სულის ერთობით, შვიდობით. ნახეთ? აი, მანძილს დააჩქარებს შენი დაპატიჟებიდან არჩევამდე, თუ იქნები თავდაბალი, თვინიერი, სულგზელი, ანუ მომთმენი. ამენ? თუ იქნები მოყვარული, გეყვარება. ვინ? მტერიც. თუ იქნები ერთობაში. გებულობთ? ღმერთმა ერთობისთვის მოგვიწოდა. ღმერთს იცი, სათითაო თითო კიდობანი რო გაეკეთებინა ყველა ადამიანისთვის. ფიქრობ, რომ ნაკლები დაიხჭებოდა. ერთად არ უნდა ხალხს, გესმის, იმასთან არ მინდა, ის არ მომწონს. ამას სუნი აზდის და არ მინდა. ის იღლიას არ იბანს, ეს ნასკებს არ იცვლის, ის კბილს არ იხეხავს. არა, იქ უნდა უფალს. რომ წარმოდგენა რატო გაქვს ესეთი, რომ შენ გაქვს ყველაზე კაი სული და ყველაზე კაი და სასურველი ხარ. რა საყვარელი ვარ რომ მიცოდეთ. დიდება მას. აი რა დააჩქარებს შენს არჩევას მოწოდებიდან. ამენ. იმიტომ რომ ერთია ღმერთი. მე აგძელებს მოციქული პავლე, სახში შეისწავლეთ. ერთია უფალი, ერთია ეკლესია, ერთია რწმენა, ერთია მადლი. გესმით? ერთია კიდობანი, ერთია იესო. სხვა გზა არ არის. და ამ ერთობაში უნდა ვისწავლოთ. იყავი მშვიდი და ამტანი. მოდით ნახოთ ჩვენთვის საყვარელი ილუსტრაცია ძვირფასებო. როგორ აგირჩევს ღმერთი თუ ხარ ქვედა ესეთ ლამას, კომფორტულ, ჭრელ გარემოში. რომელს აირჩევს ამ სურათიდან ღმერთი? მაშინ როდესაც შენი ლოცვა შენვე გიბრუნდება პასუხით. და შენ ლოცვაც არ გინდა, არა თუ იმარხო, არა თუ რაღაც გააკეთო. ღმერთო შენი ლოცვა რა, შენ უკეთ იცი ლოცვაც. მე გეტყვი ამინს ბოლოს. შენი ლოცვა. შენ გააკეთე და მე ტაშ დაგიკრავ. შენ აპატიე და მე შეურიგდები. გესმით? შენ შეიყვარე და მე ალბათ აღარ გავიძულებ და ასე შემდეგ. უსასრულოდ. შეიძლება ვილაპარაკოთ ამაზე. მეორე პეტრე 1:10. პეტრე მოციქული ნახეთ, როგორ მკაფიოდ აღწერს ძვირფასებო ამას. კიდევ უფრო გულმოდგინეთ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაბორძიგდებით. წაიბორძიგებთ. წაბორძიგება რა არის? ისე მიდიხარ, რომ მიიგავს ყველაფერი. არ იყურებ და დაფრინავ ხარ.
და რაღაცას ვერ დაინახე, რაღაც წამოდე ხელ და იტეხავ არ ვიცი კისერს. რო არ წაბორძიგდეს შენს გზაზე. რა არის წაბორძიგება? რომ ვერ აბარებ გამოცდას. გესმის? ვერ ითმენ, ვერ პატიობ, ვერ იყვარებ. და ბევრი რა. განამტკიცე, გულმოდგინეთ იღვაწე, რომ განამტკიცე, უფრო მტკიცე რომ გახდეს. და არ წაიქცევი. რა უნდა განამტკიცო? მოწოდება და არჩევა. ამენ? მოწოდება და არჩევა. ჰალელუია. ფხიზელი იყავი. ფხიზლობ. მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაცია. ღმერთმა მოგვიწოდა სულების მოპოვებისთვის და არა კამათის მოგებისთვის ვიფასებო. რისთვის ხარ მოწოდებული რომ სხვას უმტკიცო? ამენ. ჰალელუია. რისთვის მოგვიწოდა ღმერთმა? ჩემი ეკლესია ყველაზე მაგარი. რა ბავშვობაა ვიფასებო. ჩემს ეკლესიაში მოდი, იქ არის ყველაზე კარგი რაღაც. ამენ. ჩვენთან ღმერთია. ჩვენთან უფრო მაგარი ღმერთია. ჩვენთან სხვანაირი ღმერთია. გესმის? ამაზე აპელირებს დღემდე ხალხი. რამდენი არჩეულია მის ეკლესიაში. მოხმობილი ბევრია. რაოდენობას არა აქვს. ამ ეტაპისთვის მნიშვნელობას ვიფასებო. რა მნიშვნელობა აქვს აქ რამდენი კაცი იქნება 50, 100, 500? რამდენს ირჩევს უფალი? გესმით? რამდენს ირჩევს? რამდენი აირჩია ღმერთმა კიდობანში? ყველა იყო მოხმობილი. კარგი ისა მაქვს სადგამი გადამღების. ბარაბანები გვაქვს. რა კარგი კომფორტული მიკროფონი მაქვს, ხელი თავისუფალი მაქვს და რაც მინდა იმას გაჩვენებთ. ამისთვის ამირჩევს უფალი? გესმით? თუ შემსრულებელი ვარ სიტყვის ამისთვის ამირჩევს. ნუ მიესადაგები წუთის ოფელს. ნუ ხარ მისნაირი. იესოს ნაირი იყავი. იესოს მიესადაგე. იესოს ნაირად იფიქრე. იესოს ნაირად იმოქმედე. იესოს ნაირად მოითმინე. იესოს ნაირად დამდაბდი. იესოს ნაირად დაემორჩილე. იესოს ნაირად იყავი უბრალო. ამენ. ჩვენს უფალს დიდება და ქებას ვიფასებო. ჰალელუია. ვის მესადაგები და ვის მუყურე? კედელი არ არის ეკლესია. ეს ბოძები არ არის ეკლესია. ეს ტექნიკა არ არის ეკლესია. შენ ხარ. ეკლესიას არ უწოდებს და არ ირჩევს. შენ აგირჩიოს უნდა უფალმა. და როგორ იქცევი? რას და ვის ედავები? ვის და რას უმტკიცებ? არ ჭირდება ღმერთის სიტყვას დაცვა. ბიბლიას არ ჭირდება დაცვა. ასობით წვავდნენ და ანადგურებდნენ. მორწმუნეებს კლავენ. გესმით? მაგრამ ისინი არიან უფალთან, ვინც იესოსთვის დებს თავს. ის კარგი ადამიანია, იცით ვიფასებო? დიდი ხანია მესმის ეს. რამდენი კარგი ადამიანი იქნება ჯოჯოხეთში? მე რა რო კარგი ადამიანია. კაცური კაცი, იცით რამდენი კაცური კაცი იქნება ჯოჯოხეთში? ეს არ არის კრიტერიუმი, რის გამოც ღმერთი ირჩევს ადამიანს. რამდენი თავს უარყოფს, აიღებს ჯვარს და გამბება მას. აი ეს, რაც არჩევინებს უფალს შენს თავს, ნუ მტკიცებ ნურავის ნურაფერს. იყავი სიტყვის შემსრულებელი. უხაროდათ იესოს გამო რომ შეურაცხყოფას ხებულობდნენ. შენი ურჩობის გამო თუ მიიღე შეურაცხყოფა, რა მადლია.
ამიტომ ღმერთმა, რომელიც ელოდება შენს არჩევას და მოგიხმო, დაუჯერე მას. ამენ იყავი ერთობაში და ექვემდებარე ლიდერს. ამენ. და ღმერთი მოგეხმარება ამ ყველაფრის ერთობლიობაში. ქება უფალს. ქება ჩვენს უფალს. მოდით ნელ-ნელა დავეშვათ ძვირფასებო დავასრულოთ. თუ ღმერთი გიყვარს, ყველაფერი გეწევა სასიკეთოდ. ზოგს ისე უყვარს რომაელებში მერვე თავში ეს ადგილი ძვირფასებო რომ დედა, ყველაფერი სასიკეთოდ მეწევა. და არ უყურებს, ყურადღებას არ აქცევს იქ რა წერია, ვის ეწევა სასიკეთოდ ყველაფერი. იმიტომ იქ წერია მის მოყვარულებს. მიყვარხარ ღმერთო, როგორ გიყვარვა ვერ მხედავ. იმიტომ რომ მე ვხედავ. შენ ვისაც ხედავ არ გიყვარს. რა ელემენტარულია რა? მოყვასი, რომელსაც ხედავ ის არ გიყვარს. საჭიროებაში ხედავ და გვერდსული. შენი საქმით ხარ დაკავებული და არ გცალია მისთვის და მე მეუბნები მიყვარხარ. მე მაშინ დავიჯერებ რომ გიყვარვარ. თუ გიყვარს, მტერიც კი. ძნელია, გასაგებია, ვიცით, გადაგვიტანია შეიძლება, თუ არა გადაიტან აუცილებლად, კიდე ბევრს გადაიტან. იმიტომ სრულ ყოფილს ღებულობს უფალი იქ და სანამ არ გავხდებით სრულ ყოფილი, მანამდე აი ამ ჩარხში ვიქნებით გაწმენდის და გათავისუფლების. ამენ. როდემდე, როდესაც მოვა უფალი, მერე გვეტყვის, როგორ წარმატებით მიუყვებოდით მას. ჰალელუია. ფსალმონის 65 თავი. ნეტარია, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ. ძვირფასებო, მოწოდებული ვარ რომ ამომირჩიოს და რატომ ამომირჩიოს? რატომ ეს ყველაფერი უნდა გადავიტანო? რომ ახლოს ვიყო. გესმით? ახლოს რომ ვიყო. გოგა მოდი ჩემთან. რას ნიშნავს დაახლოვება? დისტანციაზე კი არა, ახლოს რომ ვიყო. მომედი ახლოს. ნახეთ, ახლოს ვარ. ჰალელუია. ჩემი ახლო ხალხი, ბლატაობს. ჩემი ახლობელია ეს. ვინ არის შენი ახლობელი? სად მიდის? იესოთი იყვეხნე რომ შენი ახლობელია. ამენ. ღმერთი იმიტომ გვირჩევს რომ დაგვიახლოს და მასთან ვიყოთ. მედი. ამენ. მის ეზოებში გავძღეთ. სიკეთით. რატო ჭირდება შენი თავი? არ გინდა? ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს? ოღონდ იქ მოხდე, რას გაივლი? რა მნიშვნელობა აქვს? ვინ დაგაფასა აქ? ან ვინ დაგამცირა? თავარია მისი ახლობელი გახდე ისე რომ მისი წმინდა ტაძრის სიკეთი დატკბე. ჰალელუია ძვირფასებო. ამენ. ჩარლზ სპერჯენს აქვს გენიალური გამონათქვამი, ეხლა წაგიკითხავთ. მე მადლობელი ვარ იმისთვის რომ ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი არჩევაო. ნახე, მას რომ არ ავერჩიე. გესმით? ღმერთს რომ არ ავერჩიე, არასოდეს ავირჩევდი მას მე. გესმით? რომ არ ავერჩიე დაბადებამდე, რომ დავიბადე მის მერე ალბათ აღარ ამირჩევდა. მან ამირჩია ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო და ჩემში ვერც ერთ მიზეზს ვერ პოულობ, თუ რატომ უნდა მირჩევდეს უფალი. აგვირჩია, რომ მასთან ვიყოთ ახლოს. ამიტომ უნდა გავიაროთ ის ინსტანციები ძვირფასებო, რომელიც ჩვენ შევცვლის, რომ გავხდეთ ბოლო დროის გამარჯვებული. ამენ. ნახეთ, ძალიან მაგარი მოსაზრებაა. ადამიანი რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას. ხოლო ვინც მისგან შორს არის, ის ძალიან ადვილად თავისი ცხოვრებით თავმომწონეობს. შეუძლებელია განიცადო ღმერთთან სიახლოვე და მე წამოგწდეს თუნდაც, იმიტომ რომ რაც უფრო ახლოს არის ადამიანი ღმერთთან, მის უფრო თავდაბალია. ავტომატურად. მეთანხმებით? მით უფრო ერთგულია, მით უფრო მორჩილია, მით უფრო მიმყოლია. უბრალოა, უბრალოზე უბრალო. მით უფრო არაფერია და არარაობა.
და ბოლო ადგილი ძვირფასებო გამოცხადებიდან. ისინი შეებრძოლებიან კრავს მთელი მტრობა და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე და ვინ იქნება გამარჯვებულ უფალთან ბოლოს? მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი. ნახეთ რას ამბობს უფალი ძვირფასებო. ბოლოს გამარჯვებულ კრავთან ვინ იქნება? მოწოდებულნი, რომლებიც არ დარჩენ მოწოდებაში, არამედ არჩევინეს თავი უფალს და ვინც ერთგული იყო მისი და ყველა მოწოდებულმა, არჩეულმა და ერთგულმა მაგრად შესახა. ამენ ჩვენს უფალს, ჰალელუია. მოდით წავაგეთ უფალს.